ოქროსფერის სტაფილოკოკი და კოლიფორმული ბაქტერიების საკვებ პროდუქტებში სურსათმცემელმა სააგენტომ ქუთაისში ფუდგალერის საწარმოო პროცესი შეუჩერა. ობიექტში ჯანმრთელობისთვის სახიფათო პროდუქცია იყიდებოდა. გიორგი აბაზაძის რეპორტაჟი ქუთაისიდან. კვების ობიექტს, რომელიც ათობით ადამიანის ინფიცირების წყარო გახდა, კრიტიკული შეუსაბამობის გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა. 21 მაისს თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და რუსთავის კლინიკებს მოქალაქეებმა მძიმე ინტოქსიკაციის ნიშნებით მიმართეს. როგორც გაირკვა მიზეზი, ონლაინ გამოძახებული ეგრეთ წოდებული დიეტური მენიუ იყო. ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებელთა ყურადღება მიიქცია რამდენიმე მსგავსმა შემთხვევამ. რეალურად გამომწვევი მიზეზი იყო დაკავშირებული ერთი და იგივე წარმოებლის საკვებ პროდუქტის გამოყენებასთან, რომელშიც გარკვეული პირობების დარღვევის გამო გამრავლდა როგორც ჩანს სტაფილოკოკუს აურეუსი, ეს ერთ-ერთი მსგავსი სიმპტომების გამომწვევი მიკრობია და ეს მიკრობი ჩვენი ცენტრის ლაბორატორიის მიერ დადასტურდა ნამდვილად ამ ადამიანებში. ჯანსაღი კვების რაციონის ნიმუშებში აღმოჩენილი სტაფილოკოკის საწარმოს ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა, რომელიც საკვებში სავარაუდოდ ჰაერწვეთოვანი გზით მოხვდა. როგორც ამიხსნეს, გამრავლება ცხელ საკვებში ხდება საკმაოდ სწრაფად, ჩავატარეთ კვლევები, გამოვიკვლიეთ კურიერებიდან დაწყებული, რა თქმა უნდა, სამზარეულოში მომუშავე ყველა პერსონალი, ყველანაირი ხარჯი, რაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული არის, რა თქმა უნდა, კომპანია ეტაპობრივად დააკმაყოფილებს, ასევე დააკმაყოფილებს იმ ადამიანებს, ვისაც აღარ სურს ჩვენთან თანამშრომლობის გაგრძელება. სურსათის ეროვნული სააგენტოს მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ უზბეკური ფლავი, ომლეტი, სოკოთი, ბოსტნეულის კოქტეილი, ტირამისუ და ქათმის ფილე არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს. საკვებში მიკროორგანიზმების გადაჭარბებული ოდენობა აღმოჩნდა. შესაძლოა აბსოლუტურად ჯანმრთელისგან გადაეცეს სხვას. უმნიშვნელოვანესია საწარმოო პროცესში დაცული იქნეს სანიტარო-ჰიგიენური პირობები, რასაც ჩვენ სანიმუშო კარგი ჰიგიენის პრაქტიკას ვუწოდებთ, მათ შორის პერსონალის ან ჰიგიენა, უშუალოდ არაერთგვაროვანი სურსათის ერთმანეთისგან განცალკევება, სათანადო თერმული დამუშავება და მიღებული სურსათის სათანადო ტემპერატურაზე შენახვა. კვების ობიექტი რამდენიმე ქალაქში ოპერირებს. ბიზნეს ოპერატორს საწარმოო პროცესის აღდგენის უფლება მისთვის მიცემული რეკომენდაციების შესრულების შემდეგ მიეცემა. მან უნდა დაადასტუროს, რომ საკვებში მიკრობები არ არის.